ყველა რაღაცას აბრალებს ერთმანეთს, მაგრამ მე ეს როგორც ერთ რიგით ქართველ ახალგაზრდას საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ის, რატო ვართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ და ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ 4 ოქტომბერს გედედა გადმოვიდოდა ხალხის მხარეს და ბიძინა გაიქცეოდა, მაგრამ 6 ოქტომბერია დღეს და ბიძინა იმაზე ძლიერია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, ვიდრე 4 ოქტომბრამდე იყო. მეგობრებო, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ შევცდით და ჩვენმა პასიურობამ გამოიწვია, რომ ხალხი, რომელიც საქართველოში ებრძვის რუსულ გავლენებს, გახდა მიზეზი იმისა, რომ დედაქალაქის საკრებულოში უყავს ალტიფოს წარმომადგენლობა. ჩვენ დავკარგეთ პერსპექტივა, იმის პერსპექტივაც კი დავკარგეთ, რომ ხელისუფლებას ვაიძულოთ პოლიტპატიმრების გამოშვება, ამ ახალგაზრდა ბიჭების, ჩემი თანატოლების გამოშვება და ვარ დამოკიდებული იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგება დილით კავკასიაძე და იტყვის, რომ გავუშვით ესენიო. ჩვენ თუ ინსტინქტებს გვერდით არ გადავდებთ, ჩვენ თუ შეცდომების აღიარებას არ ვისწავლებთ და ასე მარტივად თუ მოუწყუდით ხოლმე, იცოდეთ, რომ რიგ გარეშეზე კი არა, 2028-შიც მოგვიგებს ბიძინა ივანიშვილი და 2032-შიც.